არის მოედანი, სადაც დრო ჩერდება. და იქ არის ბავშვი, რომელიც იწყებს ფიქრს სისწრაფეს. არ არის არც ტრიბუნების ხმაური, არც ბალახის სურნელი, არც დიდების ჩრდილი, არის მხოლოდ 4 კედელი, ბურთის ხმა და ბავშვი, რომელიც პირველად იაზრებს, რომ ყველა დიდი გამარჯვება იწყება აზროვნებით. ყველა დიდმა ფეხბურთელმა ასე დაიწყო. ამ სიჩუმეში, ამ სივრცეში, იქ, სადაც ტვინი ყოველთვის უფრო სწრაფია, ვიდრე ფეხი. ფუტსალი არ არის მინი ფეხბურთი. ფუტსალი არის სკოლა, რომელიც აყალიბებს მოთამაშის გონებას. და ამ სკოლამ შექმნა გუნდი, რომელმაც საქართველოს ზედიზედ მეორედ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე და დღეს სტუმრად ყავს ადამიანები, რომლებიც ამ ისტორიას წერენ. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალთან ასათიანი და გუნდის კაპიტანი ირაკლი თორკელი. როგორ ხართ? ესეთი შესავალიყო რომ აი, ბრავო. კი, ცხოვრებაში პირველად ტექსტი დავწერე და მე რეალური შესავალიყო, მარტო ტექსტი არა. შევც მაიყო ერთმანეთთან ძალიან. კი, მე თუ ვინმე მე და მოუწდა იმის გათიშვა. მე თუ ვინმე მარიცით, მე ვარ გრიზლი. ეს არის გადაცემა შედეგს მიღმა, უკვე 53 ეპიზოდია. ისევ სახელოსნოში ვართ. ისევ მადლობა სახელოსნოს, ისევ მადლობა ლუის და მე არ მიჯერებენ ხოლმე რა გამოიწერო და დაალაიქონ ეს. YouTube-ზე მე აქტიური მაყურებელი ვარ YouTube-ის, როგორც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი და აუცილებელია ესეთი არქივი კარგი კონტენტის გამოცემა და გავაიწყო და მოგიწოდებს დავეხმაროთ გრიზლის და ამას. ვერცდებით სტუდიოს, აუცილებლად გამოვწეროთ. საინტერესოც არის და ეს ჩვენც შეადგილებ ყველა გადაცემა თუ არა ეს 53-ია ხო 53 თუ არა 40 შეუძლებლად თანახმად სიამოვნებით შემდეგ 53-ს ძალიან კარგი თუ გამოგვივიდა შემდეგი 43. ეხლა პირდაპირ გადავიდეთ ყველაზე გემრიელ ნაწილს. ან თამაშზე იქ ნახევრად მოგილოცეთ. სოციალურ ქსელში მოგილოცეთ. აქ ტელეფონზეც მოგილოცეთ და აქაც გილოცავთ. ალბათ მაინც ეს არის განსაკუთრებული გასვლა, ხო? იმიტომ რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მერე შეიცვალა რაღაცეები, რომის და ნატურალიზებული ხო მოთამაშეები აკრძალეს სპორტის ხო და თავარი კითხვა რითიც მინდა დაწყება რა იყო მწვრთნელის ეს წინაღობა პირველ რიგში რომ გამოგაკლდა არცით ყავდა 3 ნატურალიზებული ხო მეტიც ხო 3 მე ვიცი ეგენი მარტო ეგენი დანარჩენები ჩავდა და რაღაც უაზრო წესის გამო ჩაგვეხსნა ეგ მოთამაშეები და უკვე მარტო ქართველებით გავვედით ევროპის ჩემპიონატზე. პირველი კითხვა არის რომ პირველი აი რა შეიცვალა და ცოტა შორიდან რო გამოყვე მაგ ამბავს როგორც მწვრთნელისთვის რა შეიცვალა. იმპოსტორი იყო ორი ეფექტი თუნდა მაგას ვერ გავყოფ იმიტომ რომ პირველი და მეორე შვილი რომელიც ორივე ძალიან დიდი ემოცია ჰქონდა ორივეს ძალიან დიდი სამუშაო იყო იმიტომ რომ ანუ ახსენეთ ნატურალიზებული ბრაზილიელები ძალიან დიდი სამუშაო იყო იმისთვის რათა ჩვენის ფეხბურთელები შეგვერჩია იმიტომ რომ ესე ვარ მოსულან თავისი რა то ცოტა შედარება რომ გავაკეთო ორივეგან იყო ძალიან დიდი სამუშაო დაწეული აშენა სახლი რომელზეც დაშენებული იქნა მაგარი პენტჰაუსი იმიტომ რომ იმ გუნდს ჰქონდა ძალა იმისი რომ ეხლა შემიძლია თამამად იმისი რომ ევროპის ჩემპიონატზე შევა მოსაგებად გავხაჭულიყავი შემდეგ თუ რაც ახსენე მოხდა ის რომ სულები ისა მოხდა სული მოხდა თუ კარგი ეს სხვა გამოიტანოს დასვნა და ფაქტობრივად მოხდა ის მაგარი სახლის პენტჰაუსიანა ჩამოშლა რაც გვაძლევდა საფიქრავს რა იქნებოდა შემდეგ ხო
კიდე ფაქტი იყო, რომ იმაზე მეტი სამუშაო უნდა გაწეულიყო, რაც მანამდე გავწიეთ, იმიტომ რომ სხვანაირად გამორიცხული იყო. დაგვიტოვა ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა თოდუ უმანა ბიჭები ძალიან გასტილი მართავად, რაც გვაძლევდა იმის საბაბს, რომ ამ ბიჭებზე შეიძლება აგვეყო ის, რომ მათი გამოცდილებით ის დანარჩენი მოთამაშეები იყვნენ, საქართველოს ბიჭები ვიზეთ შეიძლება დააბრუნება, რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იყო და მათ ჰქონდათ გამოცდილება. ამიტომ დავეყდენით იმ ბიჭებს, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდათ წინა ევროპის ჩემპიონატიდან, 6-7 ვარკაცი, რომელიც იმედათაც დავჭირჩვენ, რომ მათი გამოცდილება წაადგებოდა იმ ახალ მოთამაშეებს, რომ ეს შერწყმა გაგვიერთიანებინა. ვფიქრობ, რომ გაამართლა ამ არჩევანმა, იმიტომ რომ ამათი გამოცდილება იმხელა იყო, რომ ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს იმ მოთამაშეებს, ვინც იყვნენ ახლები და ნელ-ნელა ამხანაგურ თამაშებში აუწიეთ მათი დონეც ისე, რომ უკვე როდესაც დაიწყო შესარჩევი, ეს ბიჭებიც უკვე ცოტათი თამამი გახდნენ მოედანზე, იმიტომ რომ სითამამის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზარდეთ. დაიწყო შესარჩევი, პირველივე თამაში მაგარი ძველი თამაში მოვიდა კოსოვოს და გამოაჩინა რა ეს ნათელი წერტილები, იმიტომ რომ კოსოვო ძალიან ძლიერი გუნდია და იცი შენც კარგად, რომ უძაში შემთხვევით მოგებები არ ხდება. შემთხვევით წაგებები კი. ხო. მართალია. ცოტა იუმორით, მაგრამ ეგრეა. ამიტომ აი მაგან დაგვანახა, რომ ჩვენ აი ამ ახალ დაწყებული სახლის აშენებასაც კარგი საძირკველი ჩაეყარა. რაღაც მომენტებში გვგართლებდა ეთხოვასწორი მუშაობიდან გამომდინარე ისე არ მიმართლებს, ხო იცი? სპორტი ძალიან ისეთია რთული რამეა და ვფიქრობ, რომ აი ამ დიდმა სამუშაომ, რაც ახალი სამუშაო დაიწყო, აი ეს ორი რაც ვკითხე, მინდა რომ აი გავაერთიანო და ცოტა ისეთი პასუხი გაქცე, რომ აი აზრი გამოვიდეს ის, რომ აი ამ ბიჭების გამოცდილებამ ძალიან დიდი დახმარება მიცა ახალ ბიჭებს. რა ვიცი, მე მგონი კაი სახლის შენდება, რომელიც ჯერ ეხლა კარგად ვაშენებ, მაგრად აგვეხმარება ევროზე გასვლა, იმიტომ რომ აი ეს სითამამე რო წამოვა, მაგარი რა და თან გვაძლევს კიდე რომ აი კაი პარკინგი რო გავაკეთოთ, კაი ახალგაზრდებიც მოდიან რა, რომ მაგის გარეშე გამორიცხულია, ცოტათი კონკურენციაც წამოვზარდეთ, იმიტომ რომ კონკურენციის გარეშე გამორიცხულია, გამეთანხმება ყველა სპორტსმენი და აი ისე მივდივართ იქ, რომ კაი სახლი ავაშენოთ, ძალიან გვეხმარება რა თქმა უნდა ფედერაცია ამ ყველაფერში, რომ აი სახლის აშენებას ფინანსები ჭირდება, ის ჩადება ყველაფერი, რომ თავი იგრძნო, რომ მე ეს ყველაფერი კარგად წამოვიდეს. აი ყველაფერს ერთად ვაერთიანებთ, რომ ვიღოთ თან ჩემპიონატის დონეც იწევს ჩემპიონატზე მერე. კი ბატონო. ცოტა გადავიდეთ. შენ უკვე გაქვს აი თოდუს ეხა კითხე, რომ აი ამ შერწყმებში შეიძლება რაღაც სხვადასხვა აზრი იყოს. 102 თამაში გაქვს უკვე, ხო? გასვლა იყო ეს საკვალიფიკაციო მეასე, მეასე მატჩი გოლი. ხობით ხარის პრობლემა. კი, დიდი. გოლი ხსნელის პერსპექტივა გასაგები. მოთამაშის პერსპექტივაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირობითად რონი როგითას გვერდით მოედანზე, უფრო ყავს ისეთი მოთამაშე, რომელზეც აი რაღაცა რო არ იმედი რო გაქვს, რომ აი იმას მივცემ გულს და რაღაცას მოიფიქროს. აუ, ერთ და დაუმატებ კიდე თოდუს. პლუს ნატურალიზებულ ფეხბურთელებს უპატამას დაამთავრა ხო, კარიერა. ესეთი გამოცდილი მეკარეც ფაქტიურად უკვე გადავედით, ყავდა მეორე მეკარეც ძალიან მაგარი. ოღონდ აი უპატას გამოცდილება კიდე სხვა არის რა. ეგეც აუცილებლად უნდა რამდენი კარიერა გქონდა? ნუ ავიცი 100. ხო, რაღაც აი მე რო სადღაც 3 წლის ვიყავ, მე მგონი უკვე ნაკრების კარში იდგა. და აი როგორ გადაიბარა იცი აი ჩავსვამდე აი ორ კითხვას თქო ბოდიშ ცოტა გავაგზელე, მაგრამ აი ისე მაგრა გადაიბარა უკვე ეს ყველაფერი თორნიკებუკია, რომ აი მივხვდი ამხელა მეკარის შეცვლათ უკვე შევხვდები პირველი მეკარე ძალიან დიდი როლი ჭირდება ამას და როლი და ცოტა კარგი გაგებით იფავდებით.
გავწევ და აი ესე გადაიგიდეთ მე გარესორი კარგად იცი ინტერვიუში და ფუძაში ფუძაში ყველაზე უბედური პროფესია. რაღაც 30 სეივს გააკეთებ ერთი რაღაცა პატარა შეცდომა და ყველა გავამბობ. ხო. როგორც ფეხბურთელი რას ფაულა იყო. ხო, ანუ ზოგადად ერთ-ერთი მთავარი კიდე რასაც დავამატებდი, რასაც თავისთან გაიარდა, რაც ყველასთვის ცნობილია. ბრაზილიელებთან ერთად წლების გატარება ნაკრებში და ის ურთიერთობა და ყველაფერს გამოსილება დატოვა კიდე ძალიან დიდი პლუსი, რომ საქართველოს ნაკრებს დაუტოვა რეიტინგი. ჩვენ როცა ვიწყებთ მე ვარ პირველ თამაში ნაკრებში 2014 წელს თამაში საქართველოს ნაკრებში იყო ყველაზე დაბალი დონიდან იწყებდა უნდა გაგეულოს 3 ჯგუფი ბოლოს რაღაც სულ ევროპაზე მოხვდა და რეალურად ამ კი სპინეთის და პორტუგალიის შეიმის და რაღაც უეფა-ში გაუპეველი რაღაცების გამო ჩვენ ავისაჯეთ ასე ვთქვათ და ბევრი რაღაცა სხვანაირად მოვიდა დავიწყეთ როგორც ნაკრები, მაგრამ დარჩა ის რეიტინგი კი ჩამოგვაყდა რაღაც გუნდმა, მაგრამ საერთო ჯამში აღმოჩნდით შესარჩევისთვის მეორე კალათაში. მაშინ როცა იმ შესარჩევშიც ვერ ვხვდები და კიდე კვირიდან ეცდებით, აი 10-8 წელს. ეს მეორე კალათა გაძლევს იმ საშუალებას, რომ პირველი ხდება ბუნებრივად და კოსოვო მესამე შეხვდა, რომელიც თითქმის მეორე კალათის უფასი იყო. ჩვენთვის და მქონდა ბულგარეთიც ასევე მეოთხე და ერთ-ერთი კაი გუნდი იყო, კენჭისყრაში როგორც ყოველთვის საქართველოს ალბათ არ მიმარცხებს. და რეალობა ეგ არის, რომ სად მეოთხე კალათიდან რო იწყებ და სად მეორე კალათიდან და მაგდაც ძალიან დიდი როლი იყო ეგ, რომ იმ განმაცვლებმა ევროპის ჩემპიონატის თამაშმა და ყველაფერმა ერთად დატოვა ზუსტად ის რეიტინგი, რაც დღეისათვის საქართველოს ნაკრები არის ამერიკაში ერთ-ერთი მოწინავე და ჩვენთვისაც ეხლა მაგალითად ჰქონდა ეგ თემა და ნავაპარაკები ამ შესარჩევის წინათ განმავლობაშიც რომ თუნდაც ჩვენ ეხლა რამდენი ფეხბურთელი ვცვალთ ასე ასაკს უკვე რამდენიმე წელი დაგვჭირდა ბოლოს აქტიური საფეხბურთო კარიერაში ჩვენთვისაც ეგ არის რომ ვინც უნდა მოვიდეს ნაკრები კონდიტიური პროცესი არის და ვინც უნდა იყოს ახალგაზრდა რამე შეუძლია საქართველოს ნაკრების რეიტინგისთვის ხდება ის რომ მომავალთაობას მქონდეს მცირე კომფორტი ბახუთი შექმნილი რომ უფრო მარტივად შეეძლოს რაღაცების შედეგის მიღწევას. უბრალოდ უნდა ყოველ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშის ევროპის დონეზე გატარება. განსაკუთრებით ის იყო რომ ჩვენ უბრალოდ წლებია ერთად მოვდივართ, ბევრი რაღაცა ერთად გამოგვივიდა, თუნდაც არანაირი პირობა რო არ იყო მაშინაც და კომფორტშიც ეხლა ამ ბოლო პერიოდში და თავარი მაინც ის არის და იმიტომ შევძლებთ რომ სწორად მოხდა და არ არსებობს სპორტში ჩვენ ეგრევე გვაჩნია და მეც ვფიქრობ რომ გამოსაკუთრებულ ხარისხი არ ხდება. იმ მოედანზეც პატარა დეტალში არ გაგიგასოს გვარი ვსაფრთხო და ის მანამდე წინამდებარე პროცესი შემთხვევით დაისახურა 100% დარჩება და იმაჩნია რომ ზუსტად იმიტომ დაგვიფასდა ამ დიდი რაღაცა ჩავარდნის უეფას-დან გამომდინარე დაგვიფასდა ევროპის ჩემპიონატის გასვით რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგან ვინც იყო არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო არის და პოზიციებს ფეხბურთელია თქვენია იქნია თუ ასე შემდეგ თითოეულ ჩვენთაგან გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი და დაგვიფასდა საფრთხო. მაშინ ესეთი კითხვა მაქვს დღესდღეობით ფუტზალის რუკაზე საქართველოს ფუტზალის რუკა რა არის რეიტინგი UEFA-ს? თუნდაც რეიტინგი, თუნდაც რა დონეზე ვართ. იმიტომ რეიტინგი ხო რაღაცები შეიძლება გაიყვანოს რა. ჩვენებური რეიტინგი რა. UEFA-ს რაღაც კოეფიციენტებით თქო კი არა? არა, ხო, მაგრამ UEFA შენ იმას ითქმის, შენ ერთ თამაშო გაისური მაგით ვერ ახვალზე. UEFA თulis სტაბილურობას, უყურებს შენ როგორ იყენებ UEFA-ს ფანჯარას, უთამაშობ თუ მარტო შესარჩევი რომ მოდის მაშინ გამოჩნდები და თამაშებზე უთხრათ ჩვენ მაყურებელს რომ UEFA-ს რეიტინგში ღევანდელი როგორც განთისა ეხა ევროპის კენჭისყრა ვართ მე-14 და მსოფლიოს რეიტინგშიც მე-14. ვარაუდი გასაკვირით არის. ერთი წამი ერთი კითხვა მაქვს. ანუ ევროპაში ვართ მე-14. მსოფლიოს ვართ მე-14. ბრაზილიას აწევ. ბრაზილია პირველია რა. ხო და მაშინ პროფესიონალის სხვადასხვა გასაგებია და ჩვენ თუ აი პირობითად
ეხლა ხორვატია მეორე კალათა იყო ჩვენ წინ არის ევროპაზე და ჩვენ მესამე სოფლიოს რეიტინგში ხორვატიას ვარსებთ. გასაგა. აი რა დონეზე ვართ? ხო აი სხვადასხვა ის იყო ლუკაზე აქ ვართ და რა დონეზე ვართ ევროპით რო გავსაზღვროთ, აი ნახეთ თუ ჯგუფში ვიყავით, გავედით უკვე ისეთ დონის ნაკრებებს როგორც საფრანგეთია სამშიფრეს ვეთამაშებთ, სლოვაკეთს ორი თამაშის ჯამში ვუდგებთ. კოსოვოს ვამარცხებთ, იქ ბევრი ავქანაგური თამაში ყო და სადაც ძალიან კარგ ნაკრებებს მოვუდგეთ. ხო, კი ბატონო, იგი რუმინეთი იყო იქ, აზერბაიჯანი ქონდა, ანუ ბევრი თამაში ვითამაშეთ. პირდაპირ შესაძლოა არ ყოფილიყავთ რომ ემზადებოდით რა. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ეს საშუალოზე მაღალ დონეზეა. ეს ალბათ რეალურ შეფასებას ვაკეთებ რა. ну ევროპის ჩემპიონატზე რო ვართ, ეგ თავის მოვხდით 16 საუკეთესო ნაკრებში და იმ 16 საუკეთესო ნაკრებში არ ვართ მეოთხე კალათი, რაც ვიყავით წინ ევროპაზე ვართ მესამე კალათი. ანუ კიდე ერთი რამეჟით წინ წავედით რა და ეს წინო მივდივართ მომწონს რა და ჩვენ ხო შეგვეძლოთ არ ჩვენ 2020-ში ევროპაზე დავედით რატო და არა მაგარია, მაგარი ისტორია შევქმნით და სულ მომავალი შრომოა, სულ უნდა ვიყუროთ წინ და იქნებ იმაზე კაი შედეგები გვაჩვენოთ, რაც იყო უკან. არ რომ აი დაკმაყოფილებული პოზიციაში ყოფნა უკვე გაჩერებს. ეს მეორედ გასულცი როგორ რაღაც აი პირველად რომ გახვედი, ვიღაცა იტყვის რომ გაუვარდა რა. გაუმართლა რა. აუარა და რა გზავი არ ედიციმა. როგორ აი მეორედ უკვე აი ვეღარავინ ვეღარ იცის აი იქხელა გზას გადიხარო ვერ გაგივარდება ერთხელ. ხო და ანუ მაგასაც გამორიცხავ. აქ რომ გაგივარდება ესე იგი გავარდნილი ხო რა. ესე იგი უკვე კლასიკა. ალბათ რა. რუმინეთი ამას კარგად ემახსოვრდა. რუმინეთი მაგარი მწარე იყო რომ ჩავრჩი. ძველი არ ეხლა ამხანაგური რუმინეთი. აი ნახე სამი რო გამოიწერა. ეგრე ნახე 3 ევროპა ვითამაშეთ შესარჩევი რა. ხო ეს გავით ბოლო აცნეულიო გადავარ. რა ახლოს ვიყავით პირველ ევროპასთან, 3 წელს ვიგებდით და წავაგეთ აი ძველი რუმინეთი და შემდეგი 2 ევროპა ვითამაშეთ. ანუ გამოდის ხო, რამდენი ავთ 8 წელი ხო? ხო. ხო, შემდეგში იყო ის პლეი-ოფში. 9. ხო, ნუ ანუ დაიწყო შესაძლოა რა ვარ სტაბილურობა არის მაინც ყველაფრის შეფასებელი რა. მიჩემია მე ხა ერთი თამაში ბრაზილიას რომ მოგვიგო, მაგრამ არ გვეთამაშა არც ერთი ევროპა რა თქმა უნდა. და ბრაზილიას მოვუგეთ, მთელი ცხოვრება მემახსოვრებოდა, მაგრამ აი ეს სტაბილურობა უფრო ფასობს რა, რამაც საფუძია აი რაც გავიარეთ წელი. ევროპის ჩემპიონატზე, ну გეგმა რო ჯგუფიდან გასვლა, ხო? არა, ნახე. რა ცუდია ეხლა რომ მორჩენთ ჩვენ ჩაწერას და სად მივდივართ არ ვიცი. ხო, ეხლა მე გეგმა მაქვს, ავალ ვიცი სახში მივდივარ, ავალ სანაპიროდ აი გეგმა რო არ ქონდეს, ვაფშე რა აზრია ცხოვრებას, ამიტომ გეგმა თულია ხო რა თქმა უნდა. რა ჯგუფში ვართ და მას პინძელი მივალ მაგამდე სხვა ალბათ. მაგრამ აი აუცილებლად უნდა დავისახოთ გასვლა რა. მაგაში ორი აზრი არა. და ეს საფრანგეთი არ ჩამოსწორდა არსა ხო? საფრანგეთი, მასპინძელი, ლატვია და ხორვატია ხო? ხორვატიაც ნანახი მაქვს ხორვატიის თამაში ძალიან მოვიყვებ, მაგრამ როგორც ვიცი, კარგი გუნდია. დაახლოებით რუმინეთის ცოტა უკეთესია. ევროპაში. მაგრამ ხო ასწრებთ. ნახე რუმინეთისნაირი რო იყოს მეორე კალათი ევროპაში. მეორე პრინციპში რუმინეთი მეოთხე იქნებოდა. ხო, რუმინეთი მეოთხე იქნებოდა. მოდრიჩებისნაირი არიან ბევრი. აუ და ეხლა არ ვიცი სუჩიჩის მე ძალიან ინტერესს თამაშობს არ უმაზა ინტერესს ფანი ვარ და სუჩიჩმა გაიტანა გოლი ძალიან თამაშები პირდაპირ თქვა აი საჯარი მოშედი ეს გადატარებ გასწრებ ენა მაგაზეც გადავალთ რატო ფუტზალი კარგი ფეხბურთისთვის კიდე ერთ გამოწერაზე შეიძლება მე ვარ ეს გამოწერა. არა, აქეთაც გადავალ. მე არ გამოწეროს ეს არქი და დავეხმარო განვითარებაში რაც მნიშვნელოვანია. მაიკი აუცილებელი. კარგი. მაშინ რადგან ეს თხოვნა შეცვლა ერთ-ერთი ხარ კაპიტანი.
თავარი რა არის როგორ ინარჩუნებ სიმშვიდეს ყველაზე აი კრიტიკულ მომენტში და მართლა კაპიტანი ხო ხო და აი ეგ როგორ შვება მაგას ეგ ვასწავლე ერთვისევად ვარ კონდეს იმართლა იკითხა ეხლა ისეთ რაღაც მეკითხე რაც ესე გადმოცემით არც მაგრამ სადღაც შინაგანად რაღაცა ექსეფშული ალბათ მოიდეალზე და იმ მომენტში შინაგანად გამომდინარეობს ესე რომ რაღაცა ხო ის შენ როგორც ტექსტს ვერ იზებირებ დაზებირებ ეგრე არ არის რაღაცები აი რაც ალბათ მოიდგება ეგეც ხო ნუ ფაქტია რომ პასუხისმგებლობა დაუგიდეს კიდე მაგას სამომავლოდ და მით უმეტეს დაკრების კაპიტალიზმის ხალხსაკითხია უყვადასმერი ამბობი საბჭოთა გადაბარება პასუხისმგებლობის დამატებითი პასუხისმგებლობა და სასიამოვნოა და ნუ ზოგადად მაგრამ მგონია რომ ის ზოგადი რაღაცა რაც კაპიტალის მოვალეობაშია წინასწარ ჩვენთან არ არის იმიტომ ჩვენ ახლა ძლები ეკონომიკა ის ახალგაზრდა ბიჭებიც ჩვენ დაირები არიან ჩვენი ჯგუფები არიან ასე თქვა და ნუ ცხოვრობენ ორგანიზმი და ყველაფერი შეიძლება ჩვენ შეგნაკლები ნეგატივი ასე თქვა ამიტომ ეს ერთიანობა მეც დიდ კომფორტს და საშუალებას აქვს ბრაზე ყავს უკანასკნელი რაც არის და ასე რომ გადანაწილებული გვაქვს კაპიტანი რასთან ხო არ ასოცირდება რასთან არ ასოცირდება მაგრამ ბრაზილიანი კაპიტანებიც ხო არიან 7 კაპიტანი ეს ძალიან მშვიდი ადამიანი არ ვერ წარმოვიდგენ როგორია გაბრაზილი ისედაც ხო ხელი ხალხი ქართველი ხო აი პირიქით ხო სიმშვიდე როცა გჭირდება კარგი კიდე ერთი კითხვა სანამ თავარ ნაწილზე გადავალ ერთი მომენტი თუ გაიხსენო შენი კარიერიდან რომლითაც ყველაზე მეტად ამოყოფ და აი იცი რა განცდა დაგიტოვა რომ აი ეხლა რაღაცა ქვეყანა ვასახე სამ უკეთეს ეს სამი ევროპის ჩემპიონატზე რაღაც აღოჩინეს ჩვენ თავიდან დავიწყეთ ასე დაკრების რაღაცა ახლოს რომ მოიცადებს ხო ევროპასთან იყო ზუსტად ის 2017-ში წავაგეთ პლეიოფი რომელი მაგრამ მაგ პლეიოფში მოხვედრა ჯგუფი იყო თბილისში იტალია ბელარუსი ჩვენ და ჰოლანდია მაგ ჯგუფში კიდე ქვევიდან მოხდეს ჩვენთვის ეს სამი გუნდი იყო ტოპი და პირველად შეიძლებოდა გავხსნილის გუნდებთან ანუ ესე შექება და თანაბარი ბრძოლა გავეღო სამი ფრით გავაკეთე იტალიასთან ბოლოს ხეან ბელარუსი ტრიბუნაზე ისმე და უკვე ჯგუფთან გასვლაზე იმოდა რომ ჩვენ იტალიასთან შეხვდა მოთამაშე და ნუ დიდი ალბათობით 99% რაღაცა გარეშე ფაქტორი გამომდინარე და იყო რომ იტალია ფავორიტი ბელარუსი ტრიბუნიდან იზეიმოდა ოითოს ვაგედით ორი მოვჭი ეგ იყო პირველი შეიძლება იმის რომ ავტოტას სიყვარს აი სუნის რომ იგრძნობს რომ თუნდაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცა და იტალია მაგ შესარჩევში იყო მოქმედი ევროპის ჩემპიონის სტატუსი ან წინა ევროპასთან მოგებული ჩვენთვის ეგ იყო იმხელა ემოცია რომ აი კადრებიც არის რა აი რომის კადრი თვალწინ მაგ და ყოველთვის მექნება და იმხელა ბედნიერება იყო ორი თამაში და ჯგუფიდან გავედი ჩვენთვის ეგ ემოცია და ეგ მსაჯის სასწრენი იყო ყველაზე დიდი ბედნიერება პირველი მეორე რა თქმა უნდა ევროპაზე გასვლა იყო 2022-ის ევროპაზე და მესამე ამ სლოვაკეთის თამაშის მერე აი ორი წამი რო იყო და ფუძული და კიდე დაიწონა იყო და რა მოხდებოდა როგორ მოხდებოდა იმ საფინალო სასწრენი აი ეს სამი მომენტი იყო ყველაზე დიდი ჩემ კარიერაში ემოცია რამაც მომიტანა ის რომ აი ბედნიერი ვარ რომ განიცადეთ ფეულის ბავშვი და მონაწილე ვიყავი სიუცხვით თუ ასეთი ისე მაგ სამში ერთად გამორჩევა არა სამივე ძალიან დიდი ემოცია ის პირველი იყო როგორც ავტოკრატია შულებს ვერ განასხვავებს და ვერ ძერავი ხო ნუ ანალოგიურია და ვერ არის ორი იმიტომ რომ უდიდესია სამი პასუხი მქონდა ხოლმე მაგრამ მაგას არ ვიცი ეს პასუხი იყო ხინგალი ხო ნუ ახლა გამორჩევათან მართლა ყველას თავის გაგვიწვა აქ და კარგი მოდი გადავიდეთ ესეთ თემაზე
რატომ ანვითარებს ფუტზალი ფეხბურთელს ბევრად უფრო? საიდან გავხსნე? აი, რატომ მე მაქვს ესეთი აზრი, რომ 10 წლამდე ბავშვები ძალიან კარგი იქნება 12 აი ეგ ვითხარ რატო არის კარგი ეხლა მე რო ვიძახი ეგ ოკეი ვიღაცა იძახის მაგრამ ნაკრების მწვრთნელი ერთი რო ჩემზე არგუმენტირებულად იწვევს მარტო ჩვენ ხო არ ვიძახით ამას თვით ბრაზილია იძახის და არაერთი მაგალითი გადაცემის წინაშე არაერთი გიჟები მივუჩია მსოფლიო ფეხბურთელის რომელიც ფუტზალიდან დაწყებული კარიერით მივიდა ერთი რო ვთქვათ იყო რონალდინიო ნეიმარსაც რო აღარ ერთი რონალდინიო და მესი ხო თამაშობს და თუ მეში ნახეთ საოცარი მომენტი მარტო ბრაზილიელს რო გადავწყვეტ საფრანგეთს რო არგენტინის მეკარე რო ბოლოს ფეხით გულწუხებს აუ ეგ ინტერვიუ რო წავიკითხე როგორ შეძენით მაგურცალი 4-3 რო ხდებოდა ხო მარტინესმა რო აუღო კოლომბონის ხო 120 გასაუბროთ რო მე ბავშვობაში ფუტზალზე დავიწყე ანუ ფუტზალის მეკარისთვის ფეხით აღებული ბურთი უფრო მეტია ვიდრე შენ ეგრე არა ამიტომ აი ეს ჩემი ფეხით აღებული ბურთიო ფუტზალში ნასწავლი ჩემი ბავშვობიდან გამოყოლილი ეგ რო წავიკითხე აი ესე მოვაგე კარგი კიდე აი ჩემი აზრი საიდან გამომდინარეობს არის ის რომ არის პატარა სივრცე ერთი მოკლე სივრცეები სწრაფი გადაწყვეტილებები პატარა ბურთი რომელიც ფეხში უფრო ჩქარაგიძევს იმ დროს სივრცე არ არის პატარა მოედანია მიიღებ თუ არა ეგრევე გაზიან სანამ ბურთი მოვა შენ უკვე ბევრი გაგრძელება უნდა თუნდეს ანუ მონებრივად უფრო სწრაფ განვითარებას გაძლევს იმიტომ რომ აუგო იმას რომ მოსულიერად ბურთი დამუშავებული უნდა ხონდეს ფეხში უფრო მაგრამ გემორჩილება ტექნიკას ძალიან გაგინვითარებს იმიტომ რომ დაკვება როგორც გინდა თუ დააკვირდებით ჩვენთან ფეხის გულის დარება არის რეალის მარსელო რომ მოვიტანოთ 10 მიღებული ბურთიდან 9-ს ფეხის გულით აჩერებდა ისიც ფუტზალში გაზრდილი იყო მარცხენა განაპირა მცველი რეალის გავახსენოთ მაყურებელს აი მოკლე სივრცეებში ეს სწრაფი გადაწყვეტილებები მე დიდ ფეხბურთში წავხო დიდი სივრცე რო არის ბევრად უფრო გეხმარება ტექნიკაში რატო ხო იმიტომ რომ ფუტზალში არა მარტო ფუტზალში ფეხბურთში ტექნიკა ძალიან ფასობს ფუტზალში განსაკუთრებით რა იმიტომ რომ უფრო მეტი ბევრი გადაცემებია ბურთის უფრო ბურთთან რამდენი შეხება გიწევს ხო შედიხარ 4 წუთი ხარ სანამ შეიცვლები ფეხბურთში 4 წუთში შევა საერთოდ ვერ მიიღო ბურთი ჩვენთან არ არსებობს ერთი 10 ჯერ ეხები ამიტომ ბურთის მიღება სწორი პასი აი რომელი ერთი ჩამოთვალვა აქვს რა სისწრაფეები იმიტომ რომ ფუტზალში ბევრად უფრო მეტი სისწრაფეებია ვიდრე ფეხბურთში მოკლე დისტანციებზე მატყუ არა მოძრაობები ჩვენთან უფრო მეტია ვიდრე ფეხბურთში ამიტომ შენ აი ამ პატარა ასაკში ამ ყველაფერს ვაკეთებ პატარას უფრო გამახ პატარა რო ხარ ლექსო ისწავლი მოყოლა მთელი ცხოვრება დიდობაში ლექსო საერთოდ ვერ ასწავლე ხო ამიტომ ეს ბავშვობაში ნასწავლია ეს ელემენტები და გადადიხარ მე დიდ ფეხბურთზე რა თქმა უნდა მაგრამ გადადგება ერთი ყველაზე ისეთი არგუმენტი რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ძალიან ფეხბურთის მწვრთნელებს ძალიან არ მოწონთ ის რომ აი ბავშვი ფუტზალზე არა რაღაცა ენისკი ეს ბურთი ქიმით აჩერებენ ფეხის ტერფით აჩერებენ და ფეხბურთში გულით აჩერებენ და ტერფით უნდა მიიღო ფეხბურთში ბურთი ჩემი აზრით ბევრად ბავშვისთვის ბევრად მნიშვნელოვანია რომ ის ბურთი მიიღოს იმიტომ რომ ლოგიკურად აი რო დაბიჯებით გაჩერება ბევრად უფრო დაიწყდეს მეტი ვარიანტი ბურთის გაჩერების ხო და მეორე 6 წლის ბავშვი ტერფით რაღაცა თან მიიღოს ბურთი და თან გაიგდოს იმ ზონაში მაგას ხო ვერ იზამს და გააჩეროს ხო უფრო მეტ დროს გაატარებს ბურთთან კი სულ მაგას ვიზახდი მეც რომ შეიძლება დიდი ფეხა რო დავსვა თან საერთოდ სხვადასხვა აზრები ეს მაგრამ არ არსებობს აი როგორი აი დარწმუნებული ვარ 1000% რომ
თუნდაც ფეხის გულით მიღება, აი მარსელო ყველა არ ვახსენე მოდრიჩი თქვა, ხო? ნეიმარი თქვა, აი მიეცი ბურთი ფეხის გულით შეაქო, ანუ ეს ხო ძველიდან მოყოლოდა რა ვერ ისწავლეს ფეხბურთი. ხო და იცოდეს იმ ბავშვმა ესეც ნახე, ესეც ისიც ფეხის გულითაც შიდა ტერფი, გარე ტერფითაც და ბურთი რო წამოვა აი მომენტში სწრაფი აზროვნება ფუძალის დაეხმარება ფეხის გულით უფრო შეიძლება ბურთი წაიღოს თამაში შეიტანოს თუ თვითონ გადაწყვიტოს რომელიც უფრო მომენტში გაიქნება რატო აუგზავნოთ ხო ამიტომ ვიძახი რომ აი არ აღნებს თუ უკეთესობას არ მიცემს ხო თან ბურთის უფრო მძიმე თუ მარტივ ფიზიკა თუ მძიმე ბურთს კარგად უთყავ სულ უფრო ძლიერად დაარტყა კარიც უფრო პატარა კარში თუ ახვედრე ხო უფრო მიზანზე მიდიხარ რა გააქანო და დაარტყა ყველაფერს უფრო არ ვითარებს და როგორ ფიქრობ როგორც ფუტზალის ადამიანის უფრო რა უნდა მოხდეს საქართველოში ჩვენ რეალობაზე ვთქვათ ისეთი რომ უფრო მეტმა მშობელმა მიიღოს ეგ გადაწყვეტილება რომ მოდი დარბაზში დავუწყოთ იცი რა ძალიან კარგი იქნება მომავალში რომ სკოლებში ეს სპორტის გაკეთება სკოლაში ჩვენ იყოს შეტანილი ფუტზალის ვარჯიში. ფეხბურთის თამაშის დროს უნდა იყოს ლიცენზიური ცვლილები, აი ყველას არ უნდა შეძლოს, რომ იყოს სპორტის გაკეთება, ანუ ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც აი 40 წუთიან გაკვეთილს ფეხბურთს ათამაშებს, როგორც ფუტზალის ბურთით, ფუტზალის ელემენტით. არა მინი ფეხბურთი, და სულ გადაცემართი და მე გისმენია. კი, არსებობით არ ვარ. სწორია, მინი ფეხბურთის საერთო ზღვარი, ფუტზალის ზღვარი, კიდე სხვა სივრცეებია, ფუტბოლზია, ეს გადასული არ არის ბორტი თამაში, საერთო ზღვარი. ამიტომ აი ძალიან მაგარი იქნება, რომ აი თუნდაც ის სკოლაში ფახობს ამოთავება, ინდა არ გინდა რომ მოდის ის შენი მძიმე ფუტზალის ბურთი. რომელიც ვერ უკვე გიჩდება ეს ტექნიკური ელემენტები და ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მაგარი იქნება რომ ეგ მოხდეს ქვეყანაში და პოპულარიზაცია მე მგონი ადრე რომ გააჩერებდი და აქაც გეკითხებოდნენ დავიღოთ 9 მარცოდა ის წელს ოღონდ ეძახა ეხლა ვფიქრობ 10 რომ გააჩერო 7 გეტყვის უკვე იცის კახა მეუბნებოდა კახა იმორებს მაგას ძალიან ხშირად კახა გადაცემის წინ მითხრა რომ მეც ვახსენე მე მივხვდი რომელი კი კახა კამპანიაზე რომელმაც სულ პირველად დაიწყო ფუტზალი და ავიდა მეც ავიდა ერთი დარბაზში ფეხბურთს რა უნდა და მე უკვე ერთხელ და ორჯერ ვნახე აი რა მეყოფილა და ეგ კახა მეუბნებოდა რომ 8 წლის წინ რო ჩავერთე ფუტზალშიო ხალხს უხსნიდი რომ არ მინი ფეხბურთი კიდე სხვა არის ეხლა უკვე იცის ხალხმა მეტნაკლებად უფრო მეტმა ადამიანმა და აი ეგ ახსნა აღარ ჭირდება პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა რომელსაც წარმატება ჰქონდა აიწყო ხალხმა ბიჭები და ერთი მაგალითი გვაქვს ფუტბოლის უცნებები ხანდახან ყოფილა შეხვედრა მირეკავენ ერთი კაი ბიჭიაო ჩვენთან ტექნიკურიაო მაგრამ ვერ დარბისო და იქნებ თქვენ გამოგადი ну გავთიშე დავდეხი არ უთხარი თუ ვერ დარბის ჩვენთან უფრო მეტია ფიზიკური დათვი ანუ მივხვდი და თუ ვერ დარბის ჩიტაი მესიჯი მიწერე მოგეთ აი ესეთი ის არის რა ხოვითომ ძალიან გასხოვებულები ვართ იგი ფეხბურთში ვითომ არა ვართ მაგრამ ძალიან ბევრი ელემენტი გვაქვს საერთოდ რომელიც განსხვავება უფრო რა და განასხვავებს ну არა განსხვავება ძალიან დიდია განსხვავება ხო მაგრამ თავარი აი ყველაზე ის რო ჩამოვთვალოთ ერთ სამ გადაცემა არ ვეყოფა ძალიან დიდია მაგრამ თუნდაც ის სივრცე საერთოდ სხვა არის რაოდენობა რომელიც გიქმნის ის სივრცეს აი პირობითად ერთ ელემენტს ვიტყვი და დავახვალ ერთად უმას და ამათებს რა რომ აი იქ ფეხბურთში მოატყო ერთი კაცი ხო რამდენი კაცი ყავს კიდე იქ მოძინამდე ანუ ისეთი არაფერი არ დაშავდება ერთი კაცი მოყოლია ჩვენთან რადგან რაოდენობა ცოტანია ვართ წინა ხაზს ხო წინ 4-ია და მე კაცი ერთ კაცი ვატყუებ უკვე
კარგი გუნდი 60% უკვე გოლს გიტანს. იმიტომ რომ იმ ხელაზე დიდ პლუსს იღებს 4-3-ზე უკვე შედეგს რა. აი, თუნდაც ეს ერთი ელემენტი გქონდათ ძალიან განსხვავებული. აი კარგი ელემენტია. როგორც მოთამაშე პირველი მე აგონი არ თამაში. არა, როგორც აქტიური მოთამაშე. ჩემს ნერის კითხოს ისო, აქეთ მოთამაშე. ნახე პირველი დიდი სხვაობა. მაგარი ვერ ვიყავით თორე თამაში. დაცვა. ანუ დაცვის ელემენტები, კომპონენტები ის დაცვა და შუამწევრი თავი თამაშზე არო. ანუ როგორ დავიცვათ თავი, თუნდაც ნებისმიერ 4-3-ზე, 3-2-ზე, 2-1-ზე, ყველაზე დიდი უპირატესობა არის ფეხბურთის ფუტბოლში და კალათბურთშიც 2-1. იმიტომ რომ ერთის წინააღმდეგ 2-1. თითეული დეტალი ჩვენთან იმდენად გავლილია და გათავისებულია, არსებობს რა თქმა უნდა უპირატესობას თუ გამოიყენებს, ის იდეალურად თითქმის შანსი არ აქვს დამსწროს იქნებაც, მაგრამ არის ნიკები რითიც შეუძლია დაუპირისპიროს და ის მცირე შეცდომაში მცირე შენი პროცენტი გაზარდო იმის ალბათობის, რომ წარმატებულად გამოყენოს მოწინააღმდეგე შედეგად. დიდ ფეხბურთში არის რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით ფეხბურთელები რატომაც მეჩნია, რომ ჩვენ თუ 100% კონცენტრირებული დაცვაზე დიდ ფეხბურთში თუნდაც ნომინალური მცველის გარდა ის შემტევი არ არის რა ესე კი პრესინგს ავალებენ და დემბელი და პრესინგს შაშანაც გააკეთეს აქედან მოდის, მაგრამ მასობრივად ესე თავდამსხმელს დაცვის ფუნქციები ქართლის ხელებშიც იყო და ბევრ ბრაზილიელებში და ასე შემდეგ იყდებოდა დაცვაში და ის ენერგია ერთშაბათ ბურთი წინ მოეწყო და ფუტზალში ეგ არის ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დაცვიდან იწყება გაიდან იწყება შენება დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიდანაც შეიძლება რაღაცაზე წარმატებაზე ფიქრით მოგიწევს. დაცვა მომიმაჩნია, რომ ბავშვობიდანვე მოდის ეს ყველაფერი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, რომ ის ფეხბურთელს მე ეთყობა თუნდაც ინდივიდუალზე რაღაცა ასპექტების და დეტალების ზოგადად. არა მარტო დაცვა, ზოგადად იმდენი დეტალია და შენ კარგად მოიხსენება, რომ სტანდარტი აუდიო კუთხვი უკვე შანსი არის ნებისმიერ გუნდთან. ეხლა დაიწყეს ხა არსენალი ეს დამრჩეული ყველა კუთხვი ეხლა კონკრეტულად საერთოდ სასწაული სტატისტიკა. ანუ ეგ საიდან მოდის ფუტზალში ჩვენთან დაუხუგასთან და რაღაც საკუთარი პირ ზოგადად ფუტზალში ეგ ანუ ჩვენი მოვლენა არის, რომ დიდი შანსი არის, რომ შენ სტანდარტით შექმნა რაღაცა გოლი გაიტანო ან მომენტი შექმნა და დიდ ფეხბურთში რა თქმა უნდა დისტანცია და მანძილები დიდი ასე რთულია. დაგორება დარტყმა არ არის. ხო, რთულია, მაგრამ უკვე რომ ჩაერთო ეს თუნდაც ნიუანსები, რომ უკვე იქ კაცები გაყავთ ზონაში შერბენები კაცის გამო, ანუ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ აი დეტალებამდე დადიან ეხლა და უწევი წლები არის უკვე ამ დეტალებს. ეგეც იმიტომ გაძლევს იმას, რომ რაოდენობა ჩვენთან ერთი კაცი ფუტბოლს აქვს, რომ 3 რჩები, ხო, აი 3-3-ზე უფრო მეტია, რომ მეტი ხა სად უფრო დიდი შანსი ხო 9-9-ზე რომ დახართ იქ ძირდება, ხო, იდეაში შანსი ჩვენთან თვითონ სტანდარტი არის აი უკვე ძალიან დიდი შანსი იმის, რომ შენ გაიტანო სიტყვაზე და თითო ავიღოთ კუთხვური აუტი, ხო? აუ ჩვენთან აუტიდანაც უკვე ცენტრის იქით, აი ეს 15-16 რაც უკვე მცირდება 9-8 აუტიც უკვე შანსია, ფეხბურთში აუტი არ არის ხო შანსი რა, წელს უკვე დაიწყო. ხო, ნუ ეხა ისრიანი ვიღაც გიჟები ჯოდიაც ავასავით კი ბრენტფორდის ფეხბურთი ნებისმიერ ხო, მაგრამ ეს ხო ცოტაა ეგეთი რა. ამიტომ მაგაზე რაღაც ახეთ ეს პირველად ცოტა ხდებოდა და აუტი როგორ ჩავაწოდე იქავა და ეხლა რამდენი აუტია ხო დიდ ფეხბურთში და ჩვენთან რამდენია ხო უფრო მეტია რა და თუნდაც კუთხურიდან ავიღო ჩვენთან შეგიძლია რა დააგორო უკვე კარში დათმა და ცენტრს გადაცდები უკვე შეგიძლია კარშთან აი ცენტრს გადაცდები კარში ვერ უთხამ იმიტომაც არის ბევრი გოლი გადის ჩვენთან და უფრო დინამიურია ვიდრე დიდ ფეხბურთი ღრმა პატივისცემთ ამას კი არა ვედრები ჩვენ ვინმეს რადგან ვკითხე ავხსენით რა კი ეგ მინდოდა ზუსტად კარგად ზუსტად ავხსენით რომელიმე კითხვა არ გამოჩეს ეს ხო აი ეს არის ერთი ესეთ საინტერესო კითხვა რომ ძალიან ბევრი ინტერვიუ და სტატისტიკაა რომ აი მაგალითად კარპეტასთან რომ ყავს ოდეგორი მოედანზე რომელიც ზუსტად ისე აზროვნებს როგორც არტეტა. ეს ყავს პირობითად როდრი, რომელიც არის
წევრი არის პეპ გვარდიოლა, ოღონდ მოედანზე. აი ეგეთი მოთამაშე რომ როგორც ფიქრობ, ზუსტად ანალოგიურად ფიქრობ ისიც. არის მას კი არ გამოარჩევ რომ ის სხვაზე მაგარია და ეხლა რა თუ აქარი პლანები დავასახები აი უკვე ამდენი წელია ხო მე თუ მომჭირე ერთად ვარ ახსენა რომ გარდა ამ ჩვენი პროფესიული სამსახურისა მეგობრობას გვაერთიანებს წელიწად ვარ ცოტა იჭირსა მეგობრებთან ესე მსვლელობა რა მაგრამ ამდენი ხანია მე მაგას ვიზახი ყოველთვის გამოირჩეოდა და კომანაც ხისებებით რაც ციფრაზე მომავალში ცნობების გზას უკვე მაგრამ გაუყურებს ხო რასაც ქვია არიან ფეულთელები და მაგალითად და სახელის დაგვით რომ მაინც სხვანაირად არ მიიღოს რა კი არიან და ეს საჭირო არა ყველა გუნდში ყველა მსვლელი თავის თავს ხედავს რომელიღაცა ფეულთელში და გუნებრივიც არის და კარგი, მაშინ მოდი ეროვნულ ჩემპიონატზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა. მარტო ის შემიძლია არგუმენტად მოვიყვანო, რომ შარშან წინდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, შარშან წინდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის MVP მეორე წელს ჩამოვიდა ასაკში. ძალიან მანიაკი იყო. ერთ-ერთმა ჩვენმა მოთამაშემ თამაშს რომ ითამაშეთ თამაშს მე თქვა რომ რაღაც მომენტში უბრალოდ თქვა რომ გეხოცე ერთი მიღალე ვიდეო რა ისე მიჭერდაო რომ აი ვერ ვიღებდიო საერთოდ რა ოს ხო რო ზღურად ერთმანეთს მივიღებ და მერე წამართვი ვილიანი ხო ვილიანს ფინალში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ავტორის საგოლეკაცება MVP ჩაგიმედა ხო მაინც ხო ქართული დროშით ამიტომ ჩაგეთვლება კი ერთი რა იგივეა გვარს ამშობლებს საქართველოს დროშით გახდა დამთავრებული და პლუს აქ ჩამოსვლით ჩვენი ჩემპიონატიდან წავიდა ბრაგაში პორტუგალიის ბენფიკა სპორტინგი ბრაგა აი ეს თუ პორტუგალიის დონე ძალიან მაღალია ანუ ისე თქვა მინდა როგორ წაიყვანეს ხო ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ჩვენმა წაიყვანა ისე რომ არ უნახია მისი თამაშები აქ. ხო ახლა მე როგორაც მევუწევ თავზე პირველი მის თამაშებს ვუყურებ ახლო თამაში გუშინ წინ და შაბათს რა ქნა ხო როგორ გამოირჩა. ნახე უკვე რა მაგარია რომ დაინტერესება არის რომ საქართველოს ჩემპიონატს ბრაგას მცველი უყურებს. ან მისი ასისტენტი ხო ახლა ინფორმაცია უნდა მიიღოს. ბრაგას გუნდში ვინმე უკვე წინ არის საქართველოს ჩემპიონატი ვიდრე იყო ადრე ხო? ბევრად გარდა იმისა. ყველამ ერთად აუცილებლად მინდა რომ აი მივიღოთ რა იცი აი ეს მაგარი დაძაბული ჩემპიონატია სულ მაგას ვიტყვი გარეთაც მოვიდეს აბა მოიგებს საქართველოს ჩემპიონატი კი ქართული ძალიან რთულია ნენა ხარისხი რომ მოგვემატოს ბევრად უფრო წინ წავა ჩვენი ქვეყანა შიდა ჩემპიონატი ორივეს ხაზრი მაინტერესებს რა არის შემდეგი ეტაპი ეროვნული ჩემპიონატის განვითარების. რა უნდა ქნან გუნდებმა, რომ საერთო დონე გადავიდეს შემდეგ ეტაპს. თავისაც ხოლო წლები რეალურად შენ გაერთიანდეს. ეს დაძაბულობა კონკურენცია აქტივატებს ფაქტიც ახეზე რომ ჩვენ წინა სამი წელი ჩვენ ჩემპიონატს შარშან ესე უცნობობა და ჩვენი კონკურენციაში წელსაც საკმაოდ რამდენიმე საკმაოდ კაი მუნდიალის და ჩვენ დაძაბულობა კონკურენცია ცდის ტიტულებს ტიტულებში და ეს ყველაფერი ნაკლებს გამოიწვია და ეს კომფორტის ზონა რა თქმა უნდა რაც მეტი ყოველდღე კონკურენცია ცენტრალებს და საქართველოს გამოიყენება. ზოგადად შემდეგი ნაბიჯი შენასაც ამოხარი ის რომ ჩვენ ახლა შოვრიდან უნდა ითქვას ეს რომ რაც უფრო ნებისმიერ სპორტში და ფეხბურთში და ფუტზალში მithumetes ფინანსები შეადარო ფეხბურთსა და ფუტზალს შორის ის ხოვა არის ეს
ბევრ ფუნქციაზე არის საჭირო ბიზნეს სექტორიდან თუ ბიუჯეტიდან რომ გამოიყოს იმისთვის რომ დაინტერესება იყოს თუნდაც ნებისმიერ როგორც ეხლა შარშანსის ჩემპიონატში 8 გუნდიდან 6 საუნივერსიტეტო გუნდად ითვლებოდა. ანუ უნივერსიტეტებს ჰქონდათ ინტერესი რომ დაიფინანსებიან და ტარდებოდა ჩემპიონატი. ანუ ბიზნეს სექტორის დაინტერესება და მეტი ფინანსის სწორად მიმართული თუნდაც იმ ჩემპიონატების გამოჩენილ ქართველი ბრაზილიელი ჩამოდის რამდენიმე რო ესეთი ლეგიონერი აქ ჩამოვიდეს დონის ხოაძეს როგორც ნაკრებში თუნდაც ლეგიონი გაიწია ფაქტობრივად არის ხო ჩემპიონატში უნდა იყოს ის ფინანსები რომ გარემო და შეფუთო ერთია ჩემპიონატს მაგრამ კლუბებში უნდა იყოს თუნდაც 2-3 ლეგიონერის ლიმიტი რაც მეტ გუნდს ეყოლება ეს დაწევს დანარჩენი ფეხბურთელებს და რაც ქვეყანას გამოაკევა და არა რომელიმე რა კონკურენციაში ჩემპიონატი ხდება თუნდაც ცალკე საკითხია ჩემპიონატის დონე აიწევს მომენტი ეგრე შეიძლება უფრო 100%-იანი იგივე შეფუთოებს აი ისე ჩამოაყალიბა როგორც იცი რატო იმდენი წელია იცის თითეული დეტალი საქართველოს ჩემპიონატიდან რომ 100% იყო რაც იყო აუცილებელია ლიცენზირებული მსვლელები ჩვენ გქონდა არის ლიცენზია ბელიცეზიის მქონე 15 მსვლელი საქართველოში ისე გამუშავება ევროპის ფედერაციაში კიდევ ჩატარდეს და კიდევ 15 მსვლელი გასმართაც იმდენი მოთხოვნა არის რომ კიდევ ჩატარდეს ეს სემინარები მოსწრებელი იმიტომ რომ აუცილებელია ფეხბურთელებს ჰქონდეს ძველი მეთადებები იმისთვის რომ მიიღოთ ხარისხი ისე ვერ მივიღებთ იქნება ჩემპიონატი დაძაბულობა იქნება მაგრამ ამითი ვფიქრობ პირველ რიგში მსვლელები დაიწყებოდეს რომ აიწევს ხარისხი და ამ სპორტის სიყვარული რამაც აქამდე მოიტანა საბედნიეროდ გვაქვს ეხლა რომ ზემოთ ხელშეწყობა არის ჩემპიონატის დონე приватსაც ფინანსური დაინტერესებაც რაც ალბათ სპონსორი თვითონ ჭირდება რომ მოვიდნენ და დასაქმდნენ ამ სპორტის სახეობაში და ეს სიყვარული ამ სპორტის რო აი მე იმ დონეზე მიყვარს რომ ფანატიზმამდე და ცხოვრების ნახევარს ვუთმობ ამ სპორტს მეცხოვარ და ვატარებ მეტ დროს ვიდრე სახში ამიტომ რა ვიცი ეს ფანატიზმობა მიგვიყვარს იქამდე რომ ყველა ერთად ეს საბჭოა და ვფიქრობ რომ ხალხის ჩართულობა რა ჩვენი თამაშები როცა არის ხალხი რა მაგარი ატმოსფერო იყო და ჩვენი კომაგები ცალკე თემა ჩვენი გულშემატკივარი აი რაც უფრო მეტი ხალხის ჩართულობა იქნება ვიტყვით რომ ყველა ერთად ავწევთ გონეს ისე ხა ამორიცხულია პროექტი გადავედით ნელ-ნელა ბოლოსკენ ამჯერად უკვე ცხოვრობთ როგორ უნდა ხნა ესეთი ხალხი ვარ და ნაკრების კაპიტანი აუცილებლად გამოვიჯერო ხალხი და ვალაიქოთ რაც უფრო მეტი შეჭი დაუყევით ამ სპორტს ესეთი ქართული სპორტისთვის და საერთოდ აუცილებელია მონაც არ უნდა ცოტა ისე რომ არ კიდევ ერთხელ ვთქვი მადლობას გუის და მადლობას სახელოსნოს და ერთი საინტერესო დავალება უნდა წარმოიდგინო ესეთი რაღაც ძალიან რთული წარმოსადგურია ახლობთ 25 კილო დავიწყდი მაგარ ფორმაში ჩავდექი აი აქ ხო აი არა აქ იტანს არა ჩვენ ვართ ლურჯები ჩვენ ლურჯები ვართ როგორც მაჩვენე აი კაი და აი ხანია უკვე თავიდან მანდი თავიდან მეცმადი აი აქ ციატო მაინც აი აქ იმიტომ რომ შენ მაინც ისე ვერ დაიკლებ რომ სისწრაფეებზე ისე იყო და ნახე ჩვენ როგორ თვითონ ხო სწორედ მივხვდი კითხვას არა კი იჩქარ სხვა შორის ბავშვობაში გამშვიდობდი ხო სანამ მოვიბადე ანუ ვიქნებოდი ფარში ფარში არ ვიყავ გამთამაშებელი ვიყავი და ორი გამთამაშებელი ვიყავით ერთი მე და მეორე ნიკა ფაკაც ფაკა
მაშინ იქ წრიპას ვეძახდით. მეკარე. კი. აი ეთმები რო დაგჭეთ. დავალება არის ვარც წოდუ მე იკა და პირობითად ლუი. ტაიმაუტს და ტაიმაუტზე რა დავალებას ვახსენდი? გადამწყვეტი მომენტია რა ერთ-ერთი აი ცოტა განილიშობა ვიგებ თუ აგებ? ფრეა რა გვაწყობს? რა თქმა უნდა მოგება. აი აუდია მაშინ მეხუთე კაცი დავიშლე თუ რა ხდება? მეხუთე კაცი სიაჯო თუ ფრეა და ხუთზე შევდიოთ? უნდა შემოხვიდე რა. აი მოთამაშე წვნელი, წა ხოიძახდი მე თამაში. მოთამაშე წვნელი. და ხუთზე უდოთ. და ჩემი აზრით ყოველთვის მაყურებელს უფრო მეტად აინტერესებს აი შიდა სამზარეულო, აი ვიფიქრე რაღაც აი რაღაც გასახდელში რა ხდება ეკითხვა რომ დამესვა, აი ეს გასახდელი ძალიან ისეთია რა გუნდის და შიდა. ეს ვიფიქრე რომ ყველაზე საინტერესო იქნება, აი წვნელი ხარ თან ნაკრების წვნელი და დავალებას გვაძლევ იკა ყურადღებით. ესე იგი უცებ კითხვები დაგისვით. შენი ფეხი რომელია მე არ ვიცი. მარჯვენა. ჩემიც. იკასიც მარჯვენა და ლუის ლუის მარჯვენა. და ერთ გოლ ვითო მე ცაცია. მე ხელი ცაცია. აი, ხელი არ მინდა. ესე იგი მე ვდგები. იმიტომ რადგან ფრეა და ჩვენ მოგება მინდა და ბოლო წუთია, გადავდივართ ვაბანკზე. ვიც სულზალში ჩახეთული, ყველა მიცი რომ ამან კი არის 5-4 მეკარებს ვცვლით და ლუი მიდის აქ. მე ვდგები მარცხენა ფეხის ადგილზე და თოდუს ვაყენებ გამთამაშებლად, იმიტომ რომ ამ კაცის როლი ძალიან დიდია, რომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გარბის კარებში. შენ გამქცევი აქ არ ახარ, ირაკლის კამერა უჭირავს, მაინც ვეწავ, ასე რომ მეორე ირაკლი გავუშვათ აქ. და შენ გიწევს აქ. მე აქ ახსევ, იცი რატო? მაინც შენ ბუძაში ჩახედული ხარ, შეიძლება ახლოს ყოფილხარ ჩვენთან და იცი მაინც დინამიკა და ეს სამი კაცი ძალიან ბევრს განაპირობებს, იმიტომ რომ ამ სამმა კაცმა უნდა შეუქმნას პირობა ამ ორ კაცს, რომ გავიტანოთ გოლი. ამიტომ ჩვენი დავალებაა, რომ თქვენამდე აქ ირაკლიმდე და ლუიმდე ბურთი ისე მივიტანოთ, რომ პირიქით ირაკლი და ლუი რო ზემოთ დავაყენოთ, ვერ ჩამოიტანეთ ბურთს ჩვენამდე რა. ამიტომ აი ეს იქნება წინაპირობა იმისი, რომ ჩვენ 5-4-ზე გავიტანოთ გოლი. დავხაზავთ ერთ კომბინაციას, რომელიც სიტყვაზე 1-2 პასი, მერე მოდის შენამდე ბურთი და უნდა ჩავიდეს მეორე ირაკლი. აი აქ უნდა მივიტანოს და მერე უკვე 1 მე შემოვიწევი, რომ მარცხენა ფეხით დავარჩათ კარებში და თოდუც იქნება ახლოს და დაკარგის შემთხვევაში აქ მიოპრესინგო. თუ არა და კი იცით კარიც არილია, ბურთი თუ დაიკარგა, დიდი ალბათობა იმისი, რომ გოლი გავიტანოს, მოწინააღმდეგე უნდა ავიცით იმები არის. გავა თუ არ გავა, იქ უკვე იკა. ხდები რა მნიშვნელოვანია, ვინ გიკეთებს პასს? ასისტი ირაკლისა. ირაკლის არის. ხო, მაგრამ ასისტი შენია. მე შენი. ბურთი ვისმია, მე თუ არ მივაწოდე ბურთი რა ასისტს გა. ასე რომ ძალიან რთულია 5-4-ზე როგორც უპირატესობა გაქვს შეტევაში და მეტობაში არ გოლი გაუტანო დაცვა რა ძნელია, ხო ერთი კაცით მეტი ხარ, მაგრამ შემდეგ გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ბურთის დაკარგვის შემთხვევაში შენი კაცი არიელია და ძალიან დიდი ალბათობა იმისი რომ უკან მიიღო გოლი. ამიტომ ნახე რა გამოდის როგორი შეტევაც მნიშვნელოვანია, ასევე დაცვაც, იმიტომ რომ ნახე ბოლო წუთია. რა ცოტაა ბოლო წუთი შემდეგისთვის. ხო, ერთ წუთში ძალიან ძნელია რა და დაცვას რო კითხო, ძალიან ძნელია 5-4-ზე ნაკლებობაში ერთი კაცით რო გაწვი. ერთი წუთი უკვე იქიდან უკვე მეორე მხრიდან. ამიტომ აი ეს დინამიურობა ხდის ფუტზალის ინტერესს რა. სლოვაკეთთან არის. ორი დავი და რამდენი იყო ჩვენთვის. კი, ჩვენთვისაც მეორე იყო იმის მიუხედავად, და იმათვის რა ცოტა იყო, ხო აი ორი წამი არაფერი არა. ხო, არ იმის მიუხედავად რომ სავარძელში ვიყავით წამოკონტრიალებული,
ორი წამი მანდაც ბევრი. აი სანერვიულია. მთელი თამაში ვიდექი დავიღალე. ამაზე ბევრად ნაკლები კი არ ვირვიდეს. შეჩართული თავშენს სფეროში და არაერთხელ შეკრებაზე აი ვიდა გამოყო რომ აი შიდა რასაც იძახით თუნდაც აი მას შე რო ჩვენთან გაატარე შეკრებაზე ის დრო როგორი კარგი განწყობა შემოიტანე ბიჭებში და აი განაპირობებს მე ამ ყველაფერს ამიტომ იუმორსაც თავის დრო აქვს აი თუნდაც ჩვენ განწყობას ის შენი ჩვენ ბაზაზე ყოფნით რაც შემოიტანე და რა დადებითი როგორ დავარქვა ის განწყობა შემოიტანე ჩვენი შენს მე დიდი პატივისცემა მადლობა დიდი და გამოიწერე და აი უკვე 2-2-ზე მე მგონი სულ ეს იყო იქ რამ ხო არ გამორჩა გზაში რო გეუბნება ეს მაგსა ეს არაფერი არ გამორჩა მაშინ ტრადიციულად დავამთავროთ თქო ცოტა შევცვალოთ ხო ტრადიციული დამთავრება ფეხბურთზე გქონდა ფეხბურთს შავანაცვლებ ფუტზალს აუცილებლად ითამაშეთ ფუტზალი უყურეთ ფუტზალს და რაც ფავორია გიყვარდეთ ფუტზალს